პროექტები განახორციელა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2013-14 წლებში დავით ჩავლიაშვილის უწყება 2 წლიან საქმიანობას აჯამებს. ჟურნალისტებს ანგარიშს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე აცნობს. 19 ახალი ხიდი, 87 ხიდის რეაბილიტაცია და 554 კილომეტრიანი გზის გაყვანა. ეს არასრული ჩამონათვალია იმ სამუშაოების, რომლებიც სამინისტროს ინიციატივით ბოლო 2 წელში ჩატარდა. ანგარიშს ნიკა მოლოდინაშვილი ეცნობა, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. ნიკა დიახ, თამთა, როგორც დაგეგმილი იყო, პრეზენტაცია ინფრასტრუქტურის მინისტრს უნდა მოეხდინა, თუმცა როგორც განაცხადეს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო შავლიაშვილი პრეზენტაციაზე ვერ გამოცხადა და მის ნაცვლად პრეზენტაცია მისმა პირველმა მოადგილემ ჩაატარა, რაც შეეხება 2 წლიან საქმიანობას, როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. მთლიანობაში 2014 წელს 890 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, მათ შორის გაიხსნა 2013 და 2014 წელს მთლიანობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალი 55 კილომეტრის სიგრძის, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 554 კილომეტრ გზას მთლიანად საქართველოს მასშტაბით და ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 87 ხიდს, ხოლო აშენდა 19 ახალი ხიდი. გარდა ამისა, როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე განაცხადეს, სერიოზული სამუშაოები ჩატარდა ასევე სარწყავი არხების რეაბილიტაციის კუთხით, რაც შეეხება თვითონ ბიუჯეტის ათვისებასთან არსებულ კითხვებს, როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, 2014 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი იყო 875 მილიონი ლარი, ხოლო ამ დროისთვის 95% ამ თანხის უკვე ათვისებულია. დაახლოებით 600 მილიონი ლარი იქნება მომავალ წელს გამოყოფილი მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის. ასევე ჩვენ დავიწყეთ მულტიმილიონიანი საკმაოდ მასშტაბური პროექტები წყალმომარაგების ქსელების გაუმჯობესება რეაბილიტაციის კუთხით. ჩვენ ვიცით თუ რა ჭირდება საზოგადოებას. ჩვენ დავიწყეთ უკვე 100 მილიონი ლარის ფარგლებში საქართველოს 24 ქალაქში წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესების პროექტი და მრავალი სხვა პროექტი, რომელსაც დეტალურად მოგახსენებთ ანგარიშში. 40 კილომეტრზე მოხდება წლის ბოლომდე მოძრაობის გადართვა, 32-ზე ქუთაისის მონაკვეთზე უკვე გახსნილია, 5 კილომეტრი უკვე გახსნილია რუისში და 3 კილომეტრი დაემატება უახლოეს დღეებში. რაც შეეხება რეაბილიტირებულ გზებს, დაახლოებით წლის ბოლომდე საბოლოოდ 260 კილომეტრამდე გზა იქნება რეაბილიტირებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დღევანდელ პრეზენტაციაზე 2015 წლის გეგმებზეც ისაუბრეს და როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც 2015 წელს განხორციელდება, შეეხება როშკა-არხოტის გზის მშენებლობას. მადლობთ ნიკა მოლოდინაშვილმა გაგვაცნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2 წლიანი საქმიანობის ანგარიში.